ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი დიასამიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემო და თავად ჩატარებული არჩევნები არ იყო დემოკრატიული, რადგანაც საქართველოში ოპოზიციის ღია დევნა მიმდინარეობს. ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი თვლის, რომ დედაქალაქის ყოფილი მერის დაკავება და გუშინ განვითარებული მოვლენები ამის საუკეთესო გამოვლენაა. დიასამიძე მაჭარაში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის ლევან ტეტემაძის ცემის ფაქტიც გაიხსენა. თავდებას უკვე აღარ აქვს ალბათ მორალური უფლება იმისა, რომ ილაპარაკოს დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებზე. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ყველაფერი ხდება ძალიან ბევრი სხვადასხვა კრიმინალური შემთხვევის გამოუძიებლობის ფონზე. მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ ის, რაც ბათუმში მოხდა მაგალითად, როცა ლევან ტეტემაძეს ცემეს და საგამოძიებო ორგანოებს გააჩნიათ ტელეფონის ნომრები, ვიდეო მასალა, რამდენადაც ჩვენ ვიცით, რომელზეც ეჭვმიტანილები არიან ალბათ აღბეჭდილი და ამას აბსოლუტურად არანაირი შედეგი არ მოყოლია. ბრძოლას გავაგრძელებთ აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში. არ ვაპირებთ, რომ ჩვენი ქვეყანა რაღაც გაურკვეველ დაჯგუფებას დაუთმოთ ესე უბრძოლველად.